ესე იგი ეს ნაძილები გამოდიან და ჩვენ ეკლესიას შეურაცხყოფენ. ეს არასწორი აი ვინ ახარ ერთი რა როლი გითამაშია ერთი. რა როლი გითამაშია ერთი მაინტერესებს ესე იგი თქვენ ხართ მაგინებლები, თქვენ ხართ ნარკოტიკების პროპაგანდისტები, თქვენ ხართ სექსის პროპაგანდისტები რო იყოთ კიდე არა გაუკუმართებული სექსის პროპაგანდისტები ხართ თორე კიდე ის რო იყოს არა უშავდა პრინციპში ხო და აი ესეთი ხალხი ხარ თქვენ რა როლი გითამაშეთ თქვენ ეროსი მანჯგალაძესთან მიხვალთ ახლოს გოგი გეგეჭკორთან ახლოს მიხვალთ ვისთან მიხვალთ ახლოს მაინტერესებს რომელ მსახიობთან მიხვალთ ზაქარაი ვისთან მიხვალთ და ეს ხალხი გამოდის და გამოაცხადებდნენ იმას რომ აიო ჩვენი მსახიობები რომელი მსახიობები რა მსახიობები მე ყველგან როგორ იშიფრება ეს ვარლამ გოლეთიანი, მაშინ ვერ ამას სკეპტიკურად უყურებდი ამ ვაჟბატონს. ბიჭო, კაცი იმისი სასულიერო პირის შვილი ხარ. პიდარასტებთან რა გინდა ვარლამ? აი რა გინდა პიდარასტებთან რატო დგიხარ ვარლამ? ხალხმა რომლებმაც კუბო დაწვეს მაცხოვრის გამოსახულებით, ხალხმა რომლებმაც პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენეს, რომლებმაც ეკლესიის მსახურებს ქაშვეთში შეურაცხყოფა მიაყენეს, ხალხი რომლებიც ისხობს ერთსქესიანი ქორწინებას, ხალხი რომლებიც LGBT პროპაგანდის მომხრები, რა გინდა შენ მაინტერესებს, ესე იგი შენ ეს მოგვატყუე ჩვენ რომ გამოდიოდი იქა და ვითომ ამ ნამახვანის წინა ეს იყო ყველაფერი პროექტი, სოროსის პროექტი რომ ამისგან შეექმნათ მე რაღაცა ლიდერი რომელიც ებძვის უსამართლობას და რაღაცა აი განახებთ ეხლა ეს საგალობელს ეს მაგარი არის ეხლა ესე იგი კაცი გამოხვიდე რაღაცა იმ სიბინძურიდან და მე საგალობელი და ქართული ხალხური სიმღერა იმღერო და ეს ვარლამ გოლეთიანით რო დავინახე ის მივხვდი უკვე რაშიც იყო ამ სიმღერას სოდომისტებთან არ მღერიან. ქართულ ხალხურ სიმღერას მღერიან კაცებთან, პატრიოტებთან და ნამდვილ ვაჟკაცებთან. კალგოტკიან კაცებთან და ლესბოსელ ქალებთან და მაცხოვრის დამწველ ადამიანებთან ამ სიმღერებს არ მღერიან. და არც სვანური ქუდი ახურავთ იმ ადამიანებს, სადაც იქ შეურაცხყოფენ იმ ჩვენ ტრადიციებს და ეროვნულ ფასეულობებს. რა გინდა თქვენ თუ ქართველები ხართ იქ? მაინტერესებს რა გინდა თქვენ სადაც ყველა თითეული ის პარტია მომხრე არის იმისა რომ საქართველოში ესე იგი LGBT პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი მიიღოს. აი ეგ ხალხი მაგიტო გამოდის. მაგენი რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებს აი ამ LGBT გარყვნილებასთან დაკავშირებით გააქვეყნე. რა გინდათ? მაინტერესებს თქვენ რა ხალხურ სიმღერებს ღერით მათ? შეიძლება ხალხო ეხლა ბოდიში ისევ ამ მონანიებას მინდა დაუბრუნდე. ეშმაკსი ახელით ახსარებაზე? ეშმაკსი ახელით ახსარებაზე? ან თქვენ სად მიხვედით? ეს გზა ტაძრამდე მიიყვა საქართველოს, სადაც თქვენ გახართ? გზა, რომელიც ანადგურებს ჩვენ ფასეულობებს, გზა, რომელიც ჩვენ ეროვნულ ტრადიციებს ანადგურებს, გზა, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენ უწმინდეს პატრიარქს და ჩვენ სასულიერო პირებს. ეს გზა მიგვიყვანს ჩვენ ტაძრამდე? მაინტერესებს გეკითხებით თქვენ, რა გინდა თქვენ იქ? მაგრამ ყველაფერი ნათელია, მეგობრებო, ყველაფერი ნათელია. ეს არის იმისათვის, რომ ადამიანები შეცდომაში იქნენ შეყვანილი, რომ კიდევ უფრო მეტად დაბრკოლებაში ჩავარდნენ ადამიანები. აი ამაზე არის ეს გათვლილი. აი ხა ეს რა ხალხი უჭერს ხალხს ამ აქციას? ეხლა წარმოგიდგეთ ერთ-ერთი პორნო პოეტი ზაზა ბურჭულაც. არ ყოფილვარ პირდაპირ ეთერში და ალბათ კიდევ დიდხანს არ გამოუჩნდებოდი. მაგრამ რეალობა გვაიძულებს რომ ყველანი ვიდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია. ქარიშხალი დღეს არის საქართველოში, ეს არის უმძიმესი დღეები ჩვენს ისტორიაში ზოგადად, არა მარტო უახლეს ისტორიაში. ჩვენი მზე ჩაყლაპა გველეშაპმა. და ეს არ უნდა დარჩეს მის მუცელში.
ეს ერთი, მეორე უბრალოდ მონუსხული ვარ, მოხიბლული და გაოგნებული ვარ ჩვენი მომავალი თაობით, ახალგაზრდებით, რომელმაც საერთოდ დაიწყეს ეს მუხტი, ნაკვერჭყალი და აქედან აგიზგის და ის ცეცხლი, რომელიც ახლა თქვენ თქვით ქალაქი, მაგრამ ალბათ ეს წამოწდენა იყო, ეს არ არის მარტო ქალაქი, ეს არის ქვეყნის ამბავი, რომელიც მოედო მთელ ქვეყანას, მთელ საქართველოს და აი ამ უსამართლობის განცდამ, რომელიც გვახრჩობს თითოეულს არა მარტო საქართველოში მცხოვრებს, არამედ მის ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ადამიანებს შეიძლება კიდევ უფრო, იმიტომ რომ ჩვენ უშუალოდ ვერ ვიღებთ ფიზიკურად მონაწილეობას ან და დამიჯერებთ ბევრად უფრო რთულია ამის ატანა. ეხლა ხო უსმენთ ამის მგზნებარე გამოსვლას, მეგობრებო. ეხლა მე განახებთ აი ამ ვაჟბატონის გამოსვლას და ეს რომ გამოყავდა დიდი სამბით აჩვენებენ ამ ვაჟბატონს თავიანთი რაღაცა თითქოს ესე იგი ეს არის და რაც არის. აი ახლა ეს ამისი საერთოდ ძალიან მიმძიმს ახლა თქვენთვის წარმოდგენა ამ ყველაფრის, მაგრამ უნდა მაინც გაჩვენოთ ახლა, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია. აი რა ეს კაცი რომელიც აი ამ ახალგაზრდებს უჭერს მხარს, ვინ არის არ გაინტერესებთ? ახლა მინდა განახოთ ფრაგმენტი მისი ლექსებით. ინტელიგენციის და აი ამ ჯენზის თავზე ჩემთვის ქალები ორ ნაწილად იყოფა. ვინც ყლაპავს და ვინც იგუბებს. დაკვირვებული ვარ, ვინც იგუბებს უკეთეს მინებს აკეთებს, ვიდრე ის ვინც ყლაპავს. დასაკვირველია ეს კანონზომიერება სულაც არაა. უბრალოდ ჩემი გამოცდილებით ასე ვიცი. მაგალითად ბობო არ ყლაპავს, მაგრამ მინებს ქალღმერთივით აკეთებს. რომ ვათავე პირისპერ მითევსება, გული კი ლოცვებით. აი ესაა ნამდვილი მინეთი, წმინდანთა დისციპლინა. პირში სპერმა, გულში ლოცვა, ხელში ყლე. ასევე აი ამ ჯენზის ბიჭო, ამდენი ბოდიში და მეპირფალოსე რო ვიხმარო, სიტყვა კაციშვილი ვერ მიხვდება და ამიტომ გასაგებიენად გიტყვით. ამდენი მინეჩიცა სად შეიკრიბეთ ერთად რა. ერთი არის ეს ისა, გირჩის ზურაბა, რომელიც ესე იგი კაცი იძახის რომ მე სიამონება უნდა მოგანიჭეთო. ეს კაცი აგერ გამოდის და ასეთ რა, აი ეს არის ამათი იდეოლოგები. ბატონო მურმან, რომ გამოდიხარ და ახალგაზრდებს უჭერ. აი ამ ხალხს უჭერთ ხართ, ამ მინეჩიცებს უჭერთ ხარ თქვენ? ნანი ბრეგვაძეს მინდა მივმართო, ვერ გავიგეთ თქვენ? აი ამ ადამიანებს ამ ადამიანების გვერდით გახართ? რომლებიც აი ესეთ საშინელი, მე ბოდიში ვიხდი მაყურებლის წინაშე, მაგრამ ეხლა რომ ვიძულებული ვარ, ვანახო რა ხალხი დგას აქა. ესე იგი აი არ მზარავს, მაგრამ ესე იგი აი ეს კაცი მამუკა ხაზარაძემ დააჯილდოვა საბას პრემიით არაერთხელ. მამუკა შეც ეგეთი ხარ ბოდიში, მეპირფალოსე ხარ? ყველა მეპირფალოსე, ესე იგი საქართველოს უპირისპირდება მეპირფალოსეთა არმია, მეგობრებო რა. იქით გირჩი ზურაბა, აქით ეს რა ქვია ეს ბურჭულაძე. მე მაინტერესებს კიდე ერთი ვიცით რა, ყველა იფიცებით და ეს ნაცმეძავები როდის იფიცებით, რაღაცა ვერ მოვკარით თვალი, ერთი რომ თქვენ როდის გამოდიხართ. აიტიშნიკები გამოვიდნენ, იქ მსახიობები გამოვიდნენ, ერთი 20 კაციანი დელეგაცია, აი ეს ქართველ ჟურნალისტთა მეძავეთა 20-ეული როდის გამოვა, ერთ-ერთის თამადობით, ვერც რო ყვირის რა. როდის ჩაივლით ერთი თქვენ? რა ხალხი, აი ამით ახართ აღტაცებული თქვენ, ეს არის ქართული ინტელიგენცია? ეს არის ქართველი პოეტები, მაინტერესებს, რომლებიც ესე იგი თურმე იმითი არიან აღტაცებული, რომ რაღაცა პირში ვიღაცა რაღაცას იგუბებს. თქვენ საწოდავებო, თქვენ არც იმის თავი გაქვთ. კაცობა თქვენ არა გაქვთ, ქალობა თქვენ არა გაქვთ. შეგზიზღდება ყველაფერი რა მართლა რა. და ამ საქართველოს ეტრფი თქვენ სპორტსმენებო მაინტერესებთ. აი ეს არის ამ ქართველების გვერდით გახართ თქვენ? აი ამ მინეჩიცების გვერდით გახართ თქვენ ნაძირლებო თქვენ ა? აი იმ სპორტსმენებს მინდა მივმართო ეროვნული ნაკრების მაისური რო არ გია. თქვენ უნდა გაიხადოთ ეროვნული ნაკრების მაისურები რა. თქვენ არა ხართ ღირსი საქართველოს ინტერესები დაიცვალ. თქვენ არაკაცებო თქვენა. თქვენ საქართველოს ტაში იმიტომ გიკრავდა რომ მეპირფალოსეებისთვის დაგეჭირათ ხარი?
ვინ ახართ, სად გაიზარდეთ, ან რა მშობლები ყავთ. ესე იგი, გეშინიათ იმითი, რომ ლიბერასტები ბულინგში თქვენ საქართველოს მტერი რო შემოეციოთ, ერთ ადგილს უჩვენებთ ალბათ და დაწვევით ალბათ. იმისი გეშინიათ, რომ ვიღაცა რაღაცას დაგიწერთ, რომ აი როგორ არ გამოდიხართ და რაღაცა, ხო? შევარცხვინე მე ყველა ის ქართველი, ვინც საქართველოსთვის ძნელბედობის ჟას საქართველოს წრების გვერდით დადგა. მე აქამდე ვცლიდი, აი გამარჯვებას არ ვეტყვი იმ ადამიანს, ვინც არც ნაცესავი მინდა, არც ახლობელი მინდა, ვინც ნაცების გვერდით ადგას. ჩემთვის ყველა მოღალატე არის. არც ერთ სამსახურში ნაცი არ უნდა იყოს. არც კერძო, არც სახელმწიფო სამსახურში. არ იმსახურებ თქვენ ამას. დღეს საქართველოს აი ბეწვის კიდე ჯერ კიდე ჩვენ არ გაგვივლია ეს სამშვიდობო ჯერ კიდე არ გავსულვართ, მაგრამ შეიძლება ხალხო აი ამ ხალხის გვერდით დგომა შეიძლება არ მინდოდა ამის ჩვენება, მაგრამ მაიძულეთ ეხლა, იმიტომ რომ ეს პრინციპში განაშვებიც კი მაქვს ეს მასალა, მაგრამ შეიძლება აი ამ ვითომ ღდელი სონღულაშვილი, რომელიც ვერ გავიგე საერთოდ ვინ არის ეს რა არის, აი ეს კაცი გამოვიდა, ნახეთ ერთი რა ტექსტები დაარქვა. როცა ვინმე სცემენ ქრისტეს, როდესაც ვინმეს აწამებენ ქრისტეს, როდესაც გოგონებს ჭავლიან სიწყალს ასხამენ ქრისტეს, როდესაც ადამიანს გაუპატიურებით ემუქრებიან ქრისტეს, ეს არის ადამიანის ღირსების შენახვა. ჩვენ როგორც სასულიერო პირები, სხვადასხვა რწმენის, სხვადასხვა წარმოდგენების, სხვადასხვა ჯგუფის წარმოადგენლები ერთად ვდგევართ, რადგან გვიჯერა რომ ღმერთი ერთია, სამშობლო ერთია, ადამიანობა ერთია, წარსული ერთი გვაქვს როგორც ადამიანებს და მომავალიც ერთი გვაქვს და ვიდრე აქავარ, ვიდრე პირში სული გვიდგია, ჩვენ გვჭირდება თესოთ ნამდვილი მშვიდობა. მშვიდობა კიდე ის არის, როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას არ მიაყენებს. მე ვერ გავიგე ერთი წამით, ეს საქართველოს სექტანტების თავშესაფარი უნდა იყოს. დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე ასეთ ადამიანებს ძალიან მკაცრად ექცეოდა. ეს არ არის სასულიერო პირი, ეს არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი და საერთოდ კაცი მშვიდობაზე ლაპარაკობს და პოლიციელებს წვავენ, მთავრობის ხელს უკიდებენ და ეს თურმე მშვიდობა არის, მაინტერესებს. გაპარსეთ ეგ წვერი და გააგდეთ ეს ნაძირალა საქართველოსთან. ვინ არის ეს იდიოტი მართლა რა? ეს ვინ არის საერთოდ როდემდე უნდა უთმინოთ ამ ადამიანებს ჩვენ? ვინ ახართ ხალხო თქვენ საიდან მოხვედით მართლა ამ ქვეყანაზე ვერ ხვდები რა. მე ძალიან გამიგზელდა ეს შესავალი სიტყვა, იმიტომ რომ კარგად მოგიხსენებათ, 2 კვირა ფაქტობრივად არ შეხვედრი ვარ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ეს დაგროვილი ჩემი ემოცია არ შემეძლო რომ თქვენთვის არ გამეზიარებინა და ძალიან აღშფოთებული ვარ მე იმ ხალხის პოზიციით კიდევ ერთხელ და ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს წმენდა ყველა მხრიმართულებით, კულტურის, ხელოვნების და მე ვფიქრობ ასევე ის სპორტსმენები, რომლებიც უჭერდნენ მხარს საქართველოს წრებს, ისინი აღარ უნდა იცავდნენ საქართველოს ღირსებას. ჩვენ უნდა აღზარდოთ ისეთი თაობა, რომლებიც საქართველოს არ უღალატებს რა. აი წარმოგიდგენიათ თქვენ საბჭოთა კავშირის დროს, საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელს, მაგალითად სლავა მეტრეველს, მაგალითად მურთას ხურცილავას, მაგალითად ვლადიმერ გუცაევს გამოსულიყო და ეთქვა და ქვეყნის მაშინდელი ჩვენი სამშობლოს პოზიციის საწინააღმდეგო რაღაცა ეთქვა. მაგას ნაკრებში გამოიძახებდნენ იმის მერე? გინა სხვა სახეობებზე მაქვს საუბარი. თქვენ წადით შვილო და აი მინეჩიცების ნაკრებში ითამაშეთ რა. აი ჩამოაყალიბებ გირჩი ზურაბა მალე ნაკრებს და თქვენი ნაკრების წვდელი იქნება მინეჩიცა ბურჭულაძე, მინეჩიცა აი ეს ბოდიში და ზურაბა და იქ ითამაშეთ თქვენ. თქვენი ადგილი იქ არის, იმ ნაკრებში არის. თქვენი ადგილი არ არის საქართველოს ნაკრებში. იმიტომ რომ თქვენ ქართველი ხალხმა ტაში რო დაგიკრა, თქვენ თავში აგივარდათ. და იმ ხელოვნებს კიდე რომლებიც აი მე მიკვირს რა 27-ში კიდე სხვა დრო. იცით რა არის? აი სტალინის რეპრესიებს რო ახსენებთ კიდე, ხო? სტალინის რეპრესიებს. აი ესეთი მოღალატეები იყვნენ მაშინაც იმ სტალინის დროს. ესენი ეხლა ძველი დრო რო იყოს დასახრეტები ნამდვილად არიან. კი, ეხლა ქრისტიანულად ადამიანის მოკლა არ არის სწორი, მაგრამ დავით აღმაშენებელი და თამარიც მოღალატეებს სარებზე სვამდნენ. და მაგიტო დაწერა მე დავითმა გალობაი სინანულისაი. კაც რა ქონდა გალობაი სინანულისაი დასაწერი ქვეყანა გააერთიანა. აი ახლა ესენი სარებზე არ უნდა გასვა?
მე არც ნანი ბრეგვაძე მენანება ამისათვის, არც მურმანა ჯინორია და არც კიდე სხვები. მურმან ჯინორია ჩემში მოკოდა უკვე. იმიტომ რომ რო ამოტრიალებულიყო საქართველოს მატონო მურმან, მე რა სიტყოდით მაინტერესებს. ბოდიშს მოიხდიდით? თქვენ ბოდიში არ მოგიხდიათ არც 92 წლისათვის, როდესაც საქართველოს დაამხეს და გაპატია საქართველოს მოსახლეობა და არც მერე თქვენ ერთხელ უკვე ერთი რაღაცა ჭამეთ. და კიდე ახლა მეორე ჭამა მოწახვედით კიდე. თქვენ ხართ მოღალატეები. საქართველოსთვის ყოველთვის იბრძოდა საშუალო ფენა. საქართველოსთვის თავწირავდა საშუალო ფენა. ეს ფეოდალები, ეს გაზულუქებული ადამიანები ყოველთვის იყვნენ საქართველოს მტრები. ჩემთვის ასევე მიუღებელია იმ ხალხის პოზიცია, შეიძლება ზოგი არ გამოსულა და ესე იმათვის არ დაუჭერია მხარი, მაგრამ გაყუსულები რო იყავით, ხმას რატო არ იღებდით? მაინტერესებს. 1-2 ადამიანის გამოკლებით. კაი ტელევიზია არ გიწევდათ სოციალურ ქსელში მაინც დაგეწერათ, ხო? მინდა მსახიობებს მიმართა მრავალი სხვა. ერთი ქართული ოცნების იმაზე რომ წამოსკუპტებით პირველ რიგებში და ბოდიში და იმაზე ჭიხას ვერ გაგაგდებინებთ და ყბაში ბარკას ვერ გაგაგდებინებთ. მაინტერესებს ერთი თქვენ რატო არ გამოხვედით ერთხელ და რატო არა თქვით სიტყვა რომ არ შეიძლება დამხობა, არაკანონიერია, არ შეიძლება ესე სად იყავით თქვენ მაინტერესებს. მე კი ვიცი სადაც იყავით ეხლა იმას ერთი უყურებდით ვაიმე რამე რო შეიცვალოს გადავსკუპდეთ იქაო რა. ჩვენ არც მილიონები მიგვიღია ყოველთვიურად, არც პრივილეგიები, არაფერი არ მიგვიღია ამ ხელისუფლებიდან, მაგრამ ყოველთვის გადამწყვეტ მოვეჩი სახელმწიფოებრივად ვაზრობთ. თქვენ ვინ ახართ საერთოდ? არ ვიცი, ძალიან აღშფოთებული ვარ, იმიტომ რომ ამდენი ღალატის ყურება უკვე აღარ შემიძლია სიმართლე რო გითხრათ რა.